რა ლამაზი ჩოპერებია ეს ან თუნდაც ეს. მაგრამ საქმე იმაშია მეგობრებო, რომ არც ერთი მათგანი არ არის ჩოპერი. ეს არის კრუიზიორი, ეს ბობერი, ეს კი სულაც დრაგსტერი. მოდით დავიწყოთ ყველაფერი დალაგებულად. გადავინაცვლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში 30-იან 40-იან წლებში. ამ დროისთვის იქ კონკურირებდა ორი მოტომწარმოებელი. ეს იყო ჰარლი დევიდსონი და ინდიანი. იმ დროისთვის პლუს მინუს ერთნაირ ბაიკებს ამზადებდნენ. ეს იყო ბაიკები ტყავის ჩანთებით აღჭურვილი, ტყავის სავარძლებით, ძალიან ძიმე და გრძელი საბურავთა შორის ბაზით. რომელსაც შემდეგში უკვე დაარქვეს კრუიზიორები. ამ კომპანიების აზრით ესეთი ბაიკები იდეალური იყო შორტ დისტანციაზე გადაადგილების მხრივ. მაგრამ როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯარისკაცები დაბრუნდნენ სამშობლოში, შეერთებულ შტატებში, ვიღაცას მოუვიდა აზრად, რომ ყველაფერი ზედმეტი მოხსნას, მოჭრას ეს ლითონის ნაწილები და შეამსუბუქოს ეს ძველი კრუიზიორი. თავისთავად იმდენი რკინის ნაწილი ეყენა მაშინ ესეთი სტილის ბაიკებს, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს თითქმის ორჯერ შეემცირებინათ მასა. და ესე წამოვიდა უკვე ბობერის სტილი. ასევე დაუყენეს ფართო საჭე და ეს ერთგვარი სარბოლო ბაიკად გადაკეთება იყო, ხო? კრუიზიორი გადააკეთეს სარბოლო ბაიკად და დაარქვეს ბობერი. ეხლა საიდან წარმოიშვა ჩოპერი? 60-იან წლებში უკვე რომ ყველაფერი კიდევ ერთ და იმავეს დაემსგავსა, ხო? ეს ყველა სტილი ერთმანეთს გავდა და ვიღაცას მოუვიდა აზრად, რომ აიღო სტანდარტული მოტოციკლეთის სერიული, დაეგზელებინა წინა ჩანგალი, დაეყენებინა უფრო პატარა ბენზინის ავზი, დაეყენებინა აგრეთვე ფართო საბურავი უკან, მოეხსნა უკანა ამორტიზატორი და წამოვიდა ჩოპერის სტილი. ანუ ჩოპერი ეს არის custom bike. სერიული მოტოციკლეთის ბაზაზე ან ნულიდან აწყობილი, ხო? შეიძლება გარაჟში ან რომელიმე კომპანიამ აიღო სერიული ბაიკი და გადააკეთა ჩოპერად, მორჩა მეგობრებო. ზოგადად რატო ხდება, რომ ადამიანები იგონებენ ახალ სტილს? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ რაიდერთა რაოდენობა არის მილიონობით, ხოლო დიზაინერი და გამომგონებელი კომპანიაში არის რამოდენიმე ათეული ადამიანი, ხო? ახლა რომელი უფრო მოიფიქრებს, მილიონობით ადამიანი თუ რამოდენიმე ათეული კაცი, რა თქმა უნდა, უმრავლესობა. ვიღაცას გაუჩნდა ეს აზრი და წამოვიდა ჩოპერთა ისტორია. ამიტომ ვიცოდეთ, განსაკუთრებით საქართველოში ყველა კრუიზიორს, დრაგსტერს, ბობერს ეძახიან ჩოპერს, მეგობრებო. დავანგრიოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს მითი. ჩოპერი ჩოპერია, კრუიზიორი კრუიზიორია. ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ეხლა რაც შეეხება დრაგსტერს, power cruiser-ებს და შემდეგ, ეს გასაგებია ხო სიტყვიდან თუ არა გასაგები აგიხსნით ეხლა. power cruiser-ი ეს იგივე კრუიზიორია, მაგრამ უფრო ძლიერი ძრავით, ხო? ვიღაცას მობეზდა ეს კრუიზიორი, რომ სუსტი ძრავი აქვს, ძალიან სწრაფად არ გარბის და დაუყენეს უფრო ძლიერი ძრავი, ხო? 200 ხენის ძალიან ძრავი, როგორც მაგალითად Yamaha VMAX აქვს, 200 ხენის ძალა აქვს. ჰარლი დევიდსონი ვეროუდი და ასე შემდეგ. power cruiser-ები და dragster-ები წამოვიდა უკვე, როდესაც დრაგში მონაწილეობდნენ, ხო, ამ ძლიერი ძრავებით, ღებულობდნენ მონაწილეობას დრაგში, წამოვიდა dragster-ი, power cruiser, რომელიც ძლიერი ძრავით აღჭურვენ და ისინი ყველა განსხვავდება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ სტილებს თვითონ ადამიანები იგონებენ. ისევე როგორც იყო ეს სტრიტების შემთხვევაში, ხო? აიღო ვიღაცამ სპორტბაიკი, გააშიშვლა, გახადა პლასტმასები, დაუყენა პირდაპირი საჭე და შექმნა ახალი სტილი, სტრიტი. თავისთავად ეს კომპანიებმა გადაიღეს და დაიწყეს სტრიტების გამოშვება, ხო, როგორიც მაგალითად MT9, MT10, იქ Honda-ს 1000 კუბიანი სტრიტები და ასე შემდეგ. თითქმის ყველა მწარმოებელს უკვე ყავს თავისი სტრიტები, რომლებთაც დაუყენეს ამ სტრიტებს ძრავები, რომლებიც მუშაობენ დაბალ ბუნებზე, რათა ქალაქში შეინარჩუნონ ეს ტემპი, ხო, სადაც უნდა გადახვიდე, უცებ გაასწრო, უცებ შეხვიდე მანქანებს შორის. სტრიტი ამაში შეუდარებელია. სპორტბაიკს, რა თქმა უნდა, ჭირდება მაღალი ბუნები, ხო, 8000 პლუსი. მოკლედ მეგობრებო, ვიცოდეთ, რომ ჩოპერი ჩოპერია და საერთო კი აქვს, იმიტომ რომ კრუიზორის ბაზაზე შეიქმნა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სტილია, ხო, და სხვა დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მეგობრებო, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში რა თემაზე გსურთ რომ ვისაუბრო მორიგ ვიდეოში. ახლა კი მე გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დროებით.